ილია თოფურიამ ბრაზილიელი ოლივეირა დაამარცხა და უკვე 2 წონის ჩემპიონია. Bravo. ალბათ ყველამ ნახეთ შემოპაეტა ეს ამბავი სულ რაღაც 3 წუთში ჩაანოკაუტა მეტოქი. არა და ილიას ჩხუბი რომ მენახა დილის 7-ზე მაღვიძარა დავაყენე და ყოველ წუთში ზარის გამეორება მიუთითე. პირველად რომ დარეკა მაღვიძარამ დამეზარა ეგრევე წამოხტომა როგორც ხდება ხოლმე, მეორედ რომ დარეკა წამოვჯექი და მესამედ რომ დარეკა გალახული საწყალი ოლივიერა იყო უკვე დაგდებული თვალები გადატრიალებული მოხარშული თევზივით და ძილი შედურად მე თუ ვკითხავ ჭირდებოდა მეორე კამარი ილიას 1000 ვინმე ეპატიჟება სუფრაზე და რომ მოიმატოს ახალი წონის კამარიც აქვს ახალი ნახრედი რო არ გაიკეთოს მაგრამ პირდაპირ დიდ კამარს გაიკეთებს ერთი მეორე კამარი არ ვიცი მაგრამ მე მთელი ღამე არ მიძინია ილიას ჩხუბი რომ მენახა და ამან 2 წუთში დააძინა მოკალათ ტიკაცი დავიჭერე და ისე ოლივიერას თუ ეძინებოდა სახში ვერ დაიძინა ერთი ილია რომ ჩამოვა უნდა შევუმოწმო მგონი ქვაუჭირავს ხელში ფოტოთის ქვეშ აბა ასე რანაირად ნოკაუტი არ ვიცი აი გემრიელად კი ამოვარტყა ჩემი აზრით თოფურია უბრალოდ გვარს ამართლებს თოფივით ისწრის მუშტებს რაჭკაჭკა რა უნდა აი ისი მე ის მიყვის მაინც რო არ უფრთხიან აი რატო აი აგერ მაგალითად პედი პიმბლეტმა ილიას გამოწვევა მიიღო და იმედია ყბაშიც მალე მიიღებს აი ძილთგანი ბიჭი ამას ლამაზ ისე ნახე ეგ პიმბლეტი რო გადაუხტა რინგზე თუ ნახე როგორ არა ილიამ ხელი მკრავო და სუსტი დარტყმა აქვს ილიამ ორივე ხელი დაკავებული ქონდა და მიხვდი ახლა რა კარი და ისე კარგად იხურა ილიამ მე მგონი კარიერასო დაასრულებს სცენარისტობას აპირებს და ხوار დაუძახოთ ჩვენთან მაგარი იქნება მე თუ მკითხავ მე უკვე ჩვენ შოუს ხუმრობებით მოამარაგებს UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია და კაი ბიჭი ხართ რომელიმე და ნუ გაიცირებთ მერე ხოლო მუსიკა უცვლელი დარჩება რადგან ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და KB-ის გაწყობაზე გვაყენებს ქსოვრალები და გიორგი შოჭიტაშვილი კარგები ხარ მადლობა ახლა კი ფეხბურთი როგორც იცით მიმდინარეობს სოფლიოს ჩემპიონატი კლუბებს შორის სადაც ჩვენმა ხვიჩა კვარაცხელია თვით მესის დაუპირისპირდა და მისმა პესაჟემ 4-0 მოუგო ინტერ მაიამი არა კვარა რომელიც და მეც მიაღწევდა ამისი ყოველთვის მიჯეროდა მაგრამ მესი თუ შემეცოდებოდა ოდესმე აბაც ვერ მოვიფიქრებდი აბა პესაჟეს მეკარე დონარუმა კი ისე უსაქმოდ იყო რომ კარის უკან გოგო გაიცნო ავაზეს დაპატიჟა მარტო ერთ მომენტში უთხრა ბოდიში კუთხურია და მოვალახლავე არ მოისყიდო კარგია კვარას თვითონ გოლი არ გაუტანია როგორც მოგეხსენებათ რადგან მეგრული ზრდილობა აბა მესის საპატივი ხა ბოლო მე გასახდელში უთქვამს მესის კვარასთვის მალადელს კვარა ჯირკოჩიო დააბარა აგას მამი დაყავდა გათხოვილი აქეთ მოკლედ კვარამ ევროპის ჩემპიონატზე რონალდუს მოუგო და ახლა მესის ასე რომ კვარა ჩვენთვის კვარადონაცა პელედონაც კვაკენბაუერიც და კვინედი კვიდანიც ჩაგეკვარა ოჩახ კვარა ოჩახ შენს კაი ილია თოფურია ხარ რა ვქნა ისე შენს ვისკენ ხარ აი ამ ტურნირზე ეგ მაინტერესებს ჩემო ნიკოლო პესაჟისკენ კვარა თამაშობს და შენ მე ბოლნისის სიონისკენ ბოლნისის ვარაგე ჩემპიონატზე არა მაგრამ ხო იქნებოდა
ისეთი ტემპი უჭირავთ მაგათ, ჯერ უმაღლეს ლიგაში გადმოვა, აუცილებლად. მერე ლიგაზე გავა და მერე კლუბების მსოფლიოზე. რა კიდე ვერ გავიგე? მე ბონისისიონისკენ ვარ და რა, ვერ გავიგე რა. არა, კარგია, კაცო, ეთქო ვიღაცა მაგარი დაიბათეს და მაგით. შეამჩნევ მაგით. და შემდეგი ნიუსიც იმაზეა, ვინც უნდა შეამჩნიოს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოში რესტორანში შესვლა მრცხვენია, ფულს არავინ მახდევინებსო. მასე მე და ეს დავწრები უნდა ვიყოს არა. აბა ჩვენ აქ ამ შოუს წამყვანა გერგვე ხალისა, რესტორანში რო არ გვახდევინებ, გეგვიხარია ზუსტად. აბა სანიოლმა იკითხა თურმე გაფიცებ ყველაფერს რას ნიშნავს. აი რა ამბავია ხო? ისა რა მაინდა ჩვენთან არ მოვა სანიოლი? რესტორანი გვაქვს არა, კაცო, გადაცემაში ვამბობ. არ ჩვენ გამოვართვებთ ფულს. არ გადავართვებთ დაპატიჟებული ხარ ბატონოვილი. მიმართო? დი. ბატონოვილი. ხვალ მე და ნიკა გეპატიჟებით რესტორანში და შევეცდებით ეგ უხერხულობა როგორმე გაგიქროთ. დიახ. სადმე კაი რესტორანში მოვჯდეთ და თქვენ გადაიხადეთ. არანაირი პრობლემა არ აქვს. ხუმრობთ ეხლა თორე გადაგახდევნებთ კი არა? შენ სოფლეზე გაგვიყვანი და თუ არ გაგალოთოთ, აგერ ნახო. აი ეს ბიჭები მოგვრეთ. ახლა ერთი საინტერესო სტატისტიკა. აბა გისმე? 2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით თბილისში მოსახლეობის 34%, ანუ მესამედი ცხოვრობს. კარგით რა ხალხო რა ნახეთ ამ თბილისში ვერ გავიგე. ჩვენ რას ვიყურებთ კაცო, ჩვენ არ გვიშვებენ თორე აქ რა გაგვაჩერებთ. ანუ 1/3 თბილისშია, 2/3 დანარჩენ ქალაქებში და 0/3 რო უახლოვდება სოფლის მოსახლეობა, იმიტომაც ღირს წელს ბალი 25 ლარი და ვერ გვიყვი. ნახე უკეთესად ავხსნი. საქართველოს მოსახლეობის არა განაშენი ვერ ახსენე. რა თქმა უნდა, დავა კონკრეტულად. კი ბატონო. საქართველოს მოსახლეობის 34% თბილისში ცხოვრობს, 34 იტალიაში და საბერძნეთში. ასევე ამერიკაში 34%. მოიცა? მე გვი გაცდა 100%. ეს ბუღალტერია რა შემტენე ვერ გავიგე გაგიდა კაც გავანებები. დავაზუსტებ. 34% არის კვირის დღეებში. შაბათ-კვირას 12%-ზე ჩამოდის, რადგან გადიან რეგიონებში. გადიან რა, გავდივარ. რამდენ სიტან ჩემო მშობლიურო თბილისო, არ ვიცი. იასნა. მართლა რამდენ სიტას დედაქალაქი. თანაც ბევრ კარგ ამბავსაც, თუნდაც შემდეგ ნიუს მაგალითად. თბილისში ლამბორგინის შოურუმი გაიხსნა. ვიჩხარე პრიუსის პირობიო. დამემატებია ცოტა და ლამბორგინი დამეცი არ ჯობდა. ჰოდა დადგება ახლა რიგები განაცვალე. იქნება ახლა ლამბორგინიც. ბოდიში ბოლო ვინ არის აქ? აი ისა უკაცრავად. ლურჯები დარჩა. არაყვითელი არ შემომთავაზოთ არ. აქციაც იქნება მან საახალწლოდ. აი სურამში როგორცაა ნაზუქებზე 7+1, ანუ იყიდი 7 ლამბორგინს, ერთ ჩუქნია. ისე მე არ მომწონს ლამბორგინი. დაბალია რა. აბა როგორები გივასება ეს მაინტერესებს. როგორი და აი მაღალი ქერა, სისფერთვალება, აი დიდი მკერდით და თუ ხო და მაგდაბა ლამბორგის მოყვება მერე. ბევრი. არის მაგაში ლოგიკა. რადგან ავტომობილებს შევეხეთ, ერთი სახალისო ნიუსი მინდა გაგაცნოთ. ჩინელი მძღოლი თვალების ფორმის გამო ელექტრომობილმა ჩაძირებულად ჩათვალა და შუა გზაზე გაითიშა. მიასხვევია პირი კიდაღამ. მეცაც გეტყვით. იამნანაც უმღერა და საბანს რო უსწორებდა მძღოლმა არ ვარ დაღრილი ჩინელი ვარო.
ეთყობა აურია რაღაცა მანქანა. თორემ ჩინელები რომ იღლებოდნენ, მილიარდ ნახევარი ვერ იღლებოდნენ, ეგ. მართალია, იცი, მანქანა უნდა გეკითხებოდეს 5 წუთში ერთხელ. როგორ ახარ? და შენ თუ მალე უპასუხებ, გააგზელოს გზა თუ არა, მაშინ გაჩერდის. ანუ რისი თქმა გინახეთ შევა შენ ბათუმში რომ მივდივარ ჩასვამდე 60 ჯერ უნდა მკითხოს მანქანამ როგორ ახარო? მასე უფრო დავილეცებ სამ. მოკლედ დასახვეწია ეს ელექტრომობილები მინიმუმ მონადირეებს არ გამოადგენთ. ეს მანქანები ცალი-თვალი დახუჭული აქვს მაგათ ძირითადად და მაგითო ხო აი და შეგვიძლია ხო ჩვენთან რომ მომხდარიყო მსგავსი ალბათ ასეთი ნიუსი იქნებოდა ქართველი მძღოლი ელექტრომობილმა ნასვამი ჩათვალა და ეგრევე ბოზებში გააკეთა კარგი რა ხო მანქანა და სისტრაფეზე გავახსენდა ანუ მანქანა და სისტრაფე აბა თურმე ივლისში დედამიწა ყველაზე მეტად აჩქარდება. რას მელა ისეთ რა არის ხერ დღეს? 3 ივლისი ხო? ბატონო. მერე შეიკარი ღვედი რომ წამეტრაცია გწინა რიგში. ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები დამრუარ დაგვაყოს ასეთ გადავარდებს. ისე კარგია ივლისში თუ აჩქარდება, გვაწყობს ჩვენ. ანუ მალე გავალთ შებულებაში. აი ყველანი ვინც ახლა აქ ვარ და ასე რომ გიყურებენ ერთი სული აქ თუ დავამთავროთ მონოლოგი, ყველანი გავალთ შებულებაში. შეიძლება პატა მომისმინე, შეიძლება არ გვაწყობდეს. რატო? ისე თუ აჩქარდა რომ დღეღამეში ორჯერ დაღამდეს, ორჯერ მეტი გადაცემა გვექნება ჩასაწერი. სამაგიეროდ ხელფასის ორჯერ მოგვიწეს, ბიჭებო, როგორია? ახლა მითხარით ალბათ და ნახეთ ყველას ღიმილი გადაეფინა. ნუ იმას არა, იმიტომ რომ იმას კაი ხელფასი. აგვისტოში მე ისევ შენელდება. თუ არ ესად მოუმატებს სიჩქარეს და გადაყრის მე ისე კარგად. ფული რო გაქვს, რო გადავარდი, ყოი სხვადასხვა ეცები. მომისმინე, მე მგონი აქ რაში გვაქვს საქმე? რაში გვაქვს საქმე? არ მომეწონა ეხლა. მე მგონი, ხო. რაშია საქმე ხუანჯონდა? მე მგონი რა ხდება თუ იცი ახლა? აბა ჰე. ივლისში ხო ცხელა და დედამიწა მოუმატა ბრუნვას. ცოტა რომ დაგვიბეროს რა. ეს მართალია. გენაცვალე რა. დიდი მადლობა გენაცვალე მე. უღრმესი მადლობა. იმიტოა სულ ქარები რო გლიჯავს ყველაფერს. მართლა ასე აჩქარებული დედამიწა. ის სიმღერე ასე უნდა ვიმღეროთ. შიანელეთ დედამიწა ჩავარდი. ჩავდივარ, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი. ხო, კაი. და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წარმატებები ძვირფასო აბიტურიენტებო. გისურვებთ მხოლოდ წელს ყოფილიყავით აბიტურიენტები, მხოლოდ წელს. მაგარია სტუდენტობა ისე. ჩავატა. ახლა არ ვიცი და ჩვენ დროს სულ სხვა სიყვარული ქონდა სტუდენტებს ერთმანეთში. ერთ პატარა ხაჭაპურს რო ვიყობდით 7-8 კაცი. ბატონო, იუპის წვენში ჩაწოვილი პური. მაგას სიყვარული კარა გაჭირება ერქვა ნიკუში. გაჭირება. კარგი იყო რაც იყო ჩემო ძმაო. სხვათა შორის პირველი გამოცდა არის ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ხოლო ვისაც გონია რომ გამოცდა არის ქართულ ენაში და ლიტერატურაში, ჯობია საერთოდ არ მივიდეს გამოცდას. მიდი ახლა უსურვებ ბავშვებს წარმატება გეყოფა სიცხვილია გვიყურებენ რა არის ხა ვერ გავა ახლა აბიტურიენტებს მინდა მივმართო აბა გისმენ რა დროს პატა და ნიკა შოუა რო ჩამომიჯექი აქ და მიყურებ ხვალ გამოსდა თქვენ გაგთუ ჩვენ ხო ზედი ზაგლობი მესადრო დრო იგრიჭებით მათ თორე აგვისტოს ბოლოს ვინ გაიცინებს მაგასაც ნახ ბავშვებო აბა წარმატებები სანერვიულო არაფერია თქვენი მშობლები ინერვიულებენ თქვენს მაგრიო და თქვენს საქმეს მიხედეთ რაც მთავარია აბა თქვენ იცით რაც მთავარია დიდი გრანტი მოიპოვეთ აბა რა ჩვენ გავაგრძელებთ შოუს და შეგახსენებთ რომ ჩვენ შოუში დოლგარბოზე უგრავს და არასამეცადინეო განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი
მოგმათა რა მინდა რო გითხრა რა როგორც ვიცით ხოლმე ხვალ ახლა თქვით ეროვნული გამოცდები ჩვენებურად ხო არ გავამხნევოთ მე მგონი უფრო დავარიგოთ კი ბატონო ჭკუის დარიგება გამამხნევებელ გამაჯანსაღებელი სიმღერით კარგი წავედი თუ ისავლი თუ იშრომებ თუ გიცოდნას დაიგროვებ თავში თუ მიაღწევ თუ იშოვი ტელეფონზეც გეხატება ვაშლი თუ ისავლი თუ იშრომებ თუ გიცოდნას დაიგროვებ თავში თუ მიაღწევ თუ იშოვი დანარჩენი გააგრძელე სახლში ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო ტელემაყურებლებო ჩემო პაატა ქსოვრელებო მოწვეულო სტუმრებო რადმოწვეულო საზოგადოებო ძალიან კარგი ადამიანი მინდა მოვიწვიო ახლა ჩვენს სტუდიაში სტუმრად მარტივად ვიტყვი ბევრს არ გავაგრძელებ ჩვენი და საქართველოს მეგობარი ლაშა ღლონდი ახლა ჩვენი სტუმარი შეგენი საკუთაში შეგენასა გაზამდი შემოლაშა ესე იგი სანამ საუბარს დავიწყებთ ეს როგორ მიყვარს ეს სიმღერა ძალიან რანაირი შეგრძნება მაქვს ხოლმე იცი ეს სიმღერა დაწერილი რო არ ყოფილიყო მე დავწერდი როგორ შტაბეჭდილება მაქვს იცი აქედან კვარაცხელია აქედან დუე ლაშიკო ჩემო მეგობარი ორი ლომი ენაცვალე ძმაკაცო რა აი ისი რა მე რა სანამ საუბარს დავიწყებთ მოდი პირდაპირ სანამ მოხუჯობას დავიწყებთ ყველანი ერთად აბსოლუტურად სერიოზულად მინდა თქვა რომ ბედნიერი ვარ იმ წლების საიდანაც ჩვენ ერთმანეთს ასევე მიხარია შენი თავი რა აი ძალიან მიხარია თან რა არის იცი ეხლა თავის სიმღერას ხო იმღერებს რამე მაგარს და არის გლეჯვა რა არა YouTube-ზე ასე შენ ძალიან მაგრად იმღერე ეს სიმღერა სხვათა შორის და ძალიან მიხარია რა შეგენაცვალე მე და ძალიან მაგარი კაცი აი რომ დაურეკე გიხეწები ვიმღერებ მეთქი არასი შამალ გითხრას რომ აი რას ლაპარაკო ასე და ეს აკეთებს ფულს და მე ვაკეთებ იმას ხო ოღონდ იცი რაზე ვბრაზდები იმღეროს ყველამ ოღონდ კითხოს რა ხო აი ესა ყველაზე თავი დარეკე ერთი ბრიფაზარი გააკეთე და პირიქით ჩემი ყველა სიმღერის მინუსი დევს YouTube-ზე სპეციალურად დავდე რომ ხალხმა იმღეროს მაგრამ უბრალოდ ტაქტის ამბავია ხო ხო რა თქმა უნდა აი ეგ არის ყველაზე ამაშიც ხარ მაგარი ხო გაიხარე შენ დარეკე მათხოვე სიმღერა თუ არ გჭირდება ამსაღამოს ხო შეიძლება თქვა გეტყვის ეს გაიკაცე ესე იგი პიჯაკი ყველას დიდი ექნება რა ეგედაცა მადლობა რომ მობრძანდი ორი გაცინება ერთი აქეთ უნდა გავიცინო ხო აბარა ეგრეა მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ არავის იცი რა ჯერ ეს ერთი აი აქ რომ დაბრძანდება ჩვენი კონკრეტული სტუმარი უკვე განწყობა იმისა რომ კვარცხლბეკზეა და იმსახურებს ამას რომ აი ესეთი შენი ვარსკვლავი მე გეუნები პირად ვარსკვლავს რა აუცილებელი იქნება და დარწმუნებული მე და ნიკოლოზ ბიჭებთან დავესწრებთ ამ ამბავს იმიტომ რომ აი არ ვიცი რა შენ რა მინდა თქვა მადლობა რომ მობრძანდი თქო ენაცვალე მაგრამ რა შეცაქმე რუსთავი უფრო ახლოა შენი სახით და ვიდრე მაღაზია რა ხელაგზა გამოიარა კაცმა მთელი წუთნახევარი მოდიოდა აქამდე ხო და თან ყველაზე მაგარი ისა რომ მანქანით მოვდივარ ჯერ ეგიდან ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანაზე რასაც მე ვიგინები და მე რო შემოვდივარ და ადგილს რომ არ პოულობ გადმოდი 20 წამის ისა როგორ თქვა ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანაზე რასაც მე ვიგინები ერთი არ აგწდეთ
არა, ისე მეც რუსთავიორის ხალხი მოდის. კი, მაგრამ მეც მაგინებენ, იმიტომ რომ ავტოფარეხის კარს ღიავტოვებ ხოლმე, ხანდახან მე რო არ გავაღო ხოლმე და ერთს უშლის ხელს. ძალიან ცუდი ის არის, ვიწრო ქუჩაა სხვათა შორის. არა უშენ, ამიტომ ეხა შლაგბაუმს დავაყენებთ. ვაყენებთ შლაგბაუმს? კი, ვაყენებთ. აპლოდისმენტები. მეზობლური ამბავი. მეზობლები ვაყენებთ რუსთავიორი და მე ვაყენებთ შლაგბაუმს. რუსთავიორი და ყველაზე მაგარი ხო იცი რა იქნება? აი ხო უნდა შეუკვეთო შლაგბაუმებს, ხო აკეთებს ვიღაცა. შლაგბაუმი გვიდა და 850 პულტი. 850 პულტი გვიდა. ლაშა, მოდი, მითხარი უახლოესი გეგმები რა ხდება, რა შვებით? უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, ნუ ალილოზე ვიტყვი ჯერ რომ ალილო გახდა 25 წლის. ბრავო, ბრავო. ალილო. ხო, ამასობაში გახდა 25 წლის და დაგეგმილი ახლა ფილარმონია იკეტება, გადის ასე ვთქვათ, კაპრემონტზე და ამიტომ ფილარმონიაში არ გაიმართება ეს კონცერტი, მაგრამ სამაგიეროდ ალტერნატივა არის ის, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართება ალილოს სოლო კონცერტები და მერე რუსთაველის თეატრში გაიმართება საბოლოო ის. რაც შეეხება ჩემ პირად გეგმებს, ესე იგი მეც ახლა საიუბილეო წელი მაქვს და მინდოდა რომ ფილარმონიაში გავაკეთებინა, ვერ გავაკეთე. მანამდე კიდე სანამ სხვა იუბილე მქონდა პანდემიამ მომისწრო და ვერ გავაკეთე. ხო და აი რა ვიცი რა არ ვიცი მშვიდობა იყოს ერთი და გავიც ეს უცოდნო და შეიძლება ას დავეძახე. ამიტომ შეიძლება ჩვენი გადაცემას გავიდეს კაპიტალურ რემონტზე, ასე რომ ეს ჩვენი ბოლო გადაცემა საუკეთესო სტუდიებით გეშვიდობა. რას დაბარაკო, ჯვარ. გაჩერდი ვიცი. ხო და ისა, მე კიდე ისრაელის მოვლენებს ალილომ გამოვასწარით ძალიან ორი კვირის მერე დაიწყო ის საშინელება რაც მოხდა და რა ვიცი, გამოვასწარით ასე ვთქვათ. ესე იგი, რუსთაველის თეატრი რო ახსენე, რო იქ დაგაჯრიალა. გამაჯრიალა. კაია, ესე იგი, პაატასთან მაინც ახლა ხო იცი ძალიან ახლოა რუსთაველის თეატრი ზოგადად და ის ძველი გამონათქვამი გამახსენდა, ჯერ კიდევ ბაბუა ჩემის დიდმა ბაბუამ რო თქვა. თუ რუსთაველის თეატრი ალილოსთან არ მიდის, მაშინ ალილო მიდის რუსთაველის თეატრთან თუ პაატასთანო. იცი რა მაინტერესებს, აი ხა ვფიქრობ სულ რა, აი რატომ თქვი, იცი ჩვენი იმ წელს და იმ წუთს გაუმარჯოს თქო, ხო იცი როგორც არის, კაინად ჩვენ ერთმანეთი გავიცანთ. ხო ვერ გამოგვილი ჯიჯიკა ხელი. ბიჭო, ქართველებს ვართ სუფრასთან გულის გახსნა და კარგი ბიჭი ხარ, მე. ადამიანთან მაგ ეს უთიერთობა და მათქმევინე ორი. ო, ჩვენები გვა გადატანილი, ჩვენები გვა გადატანილი. როგორი ბიჭები გაგაცაინ თელავილები უთხარ. საოცარი ხალხი და ეხლა კოლაბორაცია მაქვს აგე. არაბასთან მაქვს. აბა რა, ძო. ამ სათხის პირველი სოლო კონცერტი დისკო. ის ადგილას მე უდრო წასულებზე ის მიმღეროთ, აიგო. პირველი სოლო კონცერტი როდის? პირველი სოლო კონცერტი მქონდა 2012 წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ერთ დღეში გაიყიდა ბილეთები, სულ ყველა ისე გამიხარდა, ვის არ გაუხარდება და რო გავიარე ფილარმონიასთან იყო რიგი და სულ არ ვიცოდი თურმე ჩემ ბილეთებზე ყოფილა რიგი და 5 ბილეთზე მეც არ აძლევდნენ რა და მე თვითონ ვიყიდე გადამყიდველებში 20 ბილეთი ჩემი კონცერტი. აგარგია. ჩემი კონცერტის ბილეთები მომყიდეს პატარა არ დამიკლეს კაპიკი. აი რაღაცა ის. შენ კონცერტის ბილეთს რო თქო, გადამიკელი ცოტა რა დაგიღლო, ლაშას კონცერტი არის. მერე ჩემი პატარა კაფე მაქვს კიდე და მოვიდნენ ვიღაცები, ჩემი ახლობლები და მერე კი მიცნეს და რაღაცა რატო ტრიალებს აქ შენი სიმღერებიო? არ შეიძლება შენი სიმღერები თუ ტრიალებს. ხო, არის რაღაც ესენი კურიოზები ხდება ხოლმე რა ცხოვრება. ბათუმელი კაცი ხარ ახლა ხო? ნიკოლოზ. წარმოიშვება. ხოჯორის ბათუმი მიხარია ძალიან რომ ერთი წლის განმავლობაში გამოცხადდა საქართველოს კულტურულ დედაქალაქად და ძალიან ბევრი კარგი კონცერტი გაიმართება კლასიკოსების ჩვენი კომპოზიტორების საღამოები და ძალიან მიხარია რომ მე გავიგე კახეთი რატორა არა მე ალბათ მე გამოცხადდება კაც ჯერ ბათუმით დავიწყო იქიდან იწყება ხო ბათუმი იქიდან ქრისტიანობაც იქიდან არ შემოვიდა საქართველოში აჯა ბატონო კაცო იმენი რამე გვაქვს ჩვენს ქრისტიანობასთან დაკავშირებით და ძალიან კარგი კონცერტებია დაგეგმილი როგორც სოლო სიმღერებით ასევე ალილოც არის ჩართული სხვა მომღერლებთან ერთად ამ ანუ მიდიხარ
კი, მივდივარ, მოვდივარ. ისე რომ ჩახვიდი არ შეიძლება გაცოს. ისეც ჩავდივარ. კონცერტები ახსენებს, რომ ბათუმში უნდა ჩავიდეს ხოლმე. აი ისედაც ჩავდივარ, ძალიან მიყვარს, მაგრამ მე მიყვარს უფრო არაზაფხულის ბათუმი. ცოტა ხალხი რო არის და წვიმიანი ბათუმი მიყვარს განსაკუთრებით სეზონს რო ეძა. კი, და ისედაც ზამთარშიც მიყვარს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ იანვარში რა მაგარია ბათუმი, როგორი თბილია. თხელი ქურთუკი გაცვია და დადიხარ ამ ბულვარში და უდიდესი ამოვნებას. მოკითხვა ბათუმლებს და თელაჭარას. დიდი სიყვარული ძალიან გვიყვარს ჩვენც იქაურობა. სხვათა შორის ჩემმა ბათუმელმა მოსწავლემ ჩვენმა აჩიჯაიანმა გაიმარჯვა თქვენს პროექტში ახალ ხმაში, ქართულ ხმაში და შეშმენე გვეყონება სტუმრად. ძალიან კარგი მომიგეთ. კაცვალე ბათუმელები ამარა, კაცი. შავი ზღვის კლიმატი ხო იცი მაინც და იოდი ვოკალზე სხვანაირად მოქმედებს რა. იმიტომ არის რომ ეს ბათუმელები მაგრად ღერიან რა. კი, ბატონო. ეხლა საზღვარგარეთაც რამდენი კონცერტები გაქვთ და იქით რა. კი, საზღვარგარეთ ეხლა მთავარია ფრენა იყოს ნორმალურად დაჯდა და ნორმალურად აუარო რაღაცეებს გვერდი და მშვიდობა იყოს ნეტა ეს არის ყველაზე მთავარი რა და იმედია დაალაგდებიან საერთოდ ზოგადად და ჩვენი ფუნქციაც ეს არის რა, მომღერლების ფუნქცია ის არის, რომ ქართული სიმღერის სიყვარულით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და რაღაცა ერთმანეთს მოუტევოთ, ერთმანეთს ჩავეხუტოთ, იქნებ რაღაცა გამოგვივიდეს, რომ ერთიანად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მიზანი არის, რომ ამ სიმღერით ადამიანები გავაბედნიეროთ და ერთმანეთის სიყვარული დაუბრუნოთ. ეს არის ჩვენ უსიყვარულობა გვჭირს ჩვენ. იცი რა არის? როდის არის უახლოესი კონცერტი საზღვარგარეთ? უახლოესი კონცერტი ემიგრანტები გვირეკავენ ეხა ამერიკის შეერთებულ შტატებში დეკემბრის დასაწყისში ნოემბრის ბოლოს გიორგობაზე იქეთ მივემგზავრები და ეხა მოლაპარაკებები მაქვს და ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრათ აი სიმღერა რო დაუკრეს ეხა ჩემი ბიჭებმა ეს სიმღერა ხო გიყვართ ყველას და ხო ძალიან პოპულარულია და აზერბაიჯანიდან შემეხმიანა ჯერ კიდე ბაქოდან ჯერ კიდე არ ვამბობ ვინ და როგორ ცნობილი მომღერალი რომელსაც აქვს სურვილი რომ ეს სიმღერა იმღეროს აზერბაიჯანულ ენაზე, ახლა ტექსტი არ ვიცი ზუსტად ის იქნება თუ არა, მაგრამ სიყვარულზე იქნება და კოლაბორაცია შეიძლება მოხდეს ქართულ-აზერბაიჯანული ამბავი. მე ძალიან მიყვარს ბაქო, ძალიან კარგი მეგობრები მყავს იქა და რაღაცა კაი გამოვა ალბათ, იმიტომ რომ აი ქეთი ფარესაშვილთან მქონდა ქართულ-აზერბაიჯანული ბრაზილიურ-ქართული გაკეთებული მაქვს ქეთი ფარესაშვილი. კი, არაჩვეულებრივი სიმღერა. ხო და რა ვიცი. შეგედაცვალებ. პრემიერაც კი იცი სადაც იქნება ახლა აღარ მინდა მაგას ზედმეტი ლაპარაკი. ხო მოხვალთ ჩვენთან. კი, კაცო, მოვალთ მე და ის. მე და ის ჯერ ვარ ვიცი ჩვენ. რა შეიძლება ამერიკას შორია ამერიკას და ნოემბერს. მინდა მოვიკითხო ყველა იქ მცხოვრები ქართველი, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ ადამიანების მიმართ, ძალიან ხშირად ვართ იქ და რა ვიცი, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ ადამიანების მიმართ მე და მოვიკითხოთ აუცილებლად დიდი სიყვარული ყველა საუცხო. სამწუხაროდ იმდენი მართლა ძალიან კარგი მეგობარი აღმოჩნდა ოკეანის მიღმა ამ რასაც თქვენ ამბობთ, აქედან გამომდინარე და დიდი ხანი არ გვინახავს ნიკუშ რა. აბა რა. თუნდაც ჩვენი ვახო ბიჭიკაშვილი, აი რა ვიცი, მე ჩვენი ნათლი მამა. მოკითხვა ვახოს, ხო? აბა და კი. მოდი გაუცებ გადავერთოთ ეხლა ნოსტალგიიდან. შენ რატო ხარ ყველაფერთან ერთად ძალიან იღბლიანი ადამიანი, რომ ისეთ მაგარ შენ მიმართულების ადამიანებთან, გენიოსებთან, საქართველოს, რა ვიცი, მაგარ ხალხთან მოგიწია ურთიერთობა, ხა ურთიერთობას რას გულისხმობ, რაც ყველა ძალიან კარგად მიყვარს რა. სადაც ხდება ქართული სიმღერის პრეზენტაცია, პირველადი პრეზენტაცია ხდება სუფრასთან. ოღონდ როგორ სუფრასთან, იცი, კრამიტით რო ინსტრუმენტალზე კი არა, აი კლასიკური დათათუთაშხიას რო ჩადის თბილისში. აი ესეთ სუფრებზე ვარ ნავ. აკადემიური. სადაც ვანიკო მაჭავარიანი, ზაურ ბოლქვაძე, გურამ თამაზაშვილი. ბრავო. რა ვიცი, იშიგო შენგელია და საოცარი ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ბატონი გიაყანჩელი, რა ვიცი, ბატონი ბიძინა კვერნაძე, აი ერთად სუფრაზე მინახავს, ბატონი ჯანოს დაბადების დღეზე დავპატიჟა ვატომ და საოცარი რაღაცები და მახსოვს იქედან. მე ასეთი ნამღერი არსად არ მომისმენია, არც გადაღებული არ ყოფილა
იმიტომ რომ მაშინ არ იყო ეს ვიდეო გადაღებები და რაღაცა საოცრებები მოხდა რა და ისეთი სკოლა მაქვს გამოვლელი ჩემ დაუნებურად რომ აი ძალიან იშვიათად თუ გამაკვირვებს რამე რა ამ ადამიანების ეხლა რატომ გადავედი მაკეთო შესაბამისად ამას ახლავს ისტორიები თავისი რაც შენ მაგრა ბევრი გაქვს და მაგარი და ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია იარყვება ყველაფერს რაღაც ისეთები აქვს შენახული აი ბომბები სხვათა შორის ჩემი სიმღერასთან კავშირი და ნათლობა მოხდა ბავშვობაში ლეჩკომბინატს ეძახდნენ მაშინ ბებია ჩემი იყო გურული ქალი მარგალიტა ბერიძე მაგის გაზდილი ვარ ფაქტიურად და როგორი რაღაცა იცი შეიყვანეთ აი ვაღანა გიტარაზე იქნება რაცხა გამევიდეს მისგან და შემიყვანა ბებია თავის პენსიას მიხდიდა რომ გიტარაზე და გამომადგა გიტარა ხო მე 2 წლის ვიყავი თურმე და ბებიას სანახავად მივედით ინფარქტი ქონდა გადანალი და ლეჩკომბინატში თო ქალთა განყოფილებაში და იქანე კაცების განყოფილებაში რეზოლაღიძე წევსო ხო და წეიყვანეთ აი ვაღანა ჩოუგორეთ კალთაში იქნება მაშინ ადვილი ჩასაგორებელი ვიყავი არ ვიყავი ჩამიგორა თურმე ბატონმა ლეზომ და მომეფერა და რაღაცა და ეთყობა რაღაცა არის რა კი ეთყობა კი არა არის ესე იგი ბებიაჩემა გიტარაზე დაკვრამასწავლა და რეზოლაღიძის კალთაში ჩამაგორა ახლა მეტი რა ქნა ბებია და ბრავო ენაცვალე იცი სანამ შენ ისტორიებზე მაგბებიაზე გავახსენდა კიდე აირავე რა მერვე კლასში ვარ მერვე კლასში და გადავწყვიტე ხო იცი მერვე კლასში რო გიქრის თავში და ცოლის მოყვანა გადავწყვიტე ჩემი ჭკუი მერვე კლასში ვინ არჩენს ვინ არა მაგ არ გაინტერესებს ახლა და ცოლის მოყვანა და ბიჭო ბებია ჩემი წყვეტდა სანათესაოში ყველაზე ძირითად საკითხებს რა შენგენის ვიზას იძლეოდა ბებია ჩემი სანათესა თავი ხალი დონა მარგალიტა იყო ნათესაობის დონარუმა იყო და როგორი სიტუაცია ახლა ყველა საკითხს უთანხმებენ ბებიაჩემს რა და მეც ვიფიქრე ახლა ბავშვმა რომ აი ცოლად რომ მოვიყვანო ბებიაჩემს უნდა მანახო და უნდა გავაკეთო ბებიას თუ დასკის არ მომცა დასტური დამთავრებული და ამ გოგოს ვეუბნები რომ ბებიაჩემი მეთქი რა და ბებიაჩემს უნდა ვკითხოთ მეთქი ეს ამბავი თქო და ეს რა ბებიაჩემი ბიჭო წამო მე უთხარი იქ საკითხი უნდა გადაწყდეს მეთქი და ბებიაშენმა რა უნდა მითხრასო და მეთქი კი და წამო და ნახოთ რასაც გეტყვის და თუ გოუძლებ არ არის პრობლემა შევედით ახლა სახში და გააღო ბებიაჩემა გარი და დაასო თვალი და პირველი სიტყვა რა სიტყვი ბებია მეთქი რა სიტყვი მეთქი და ჩვენ ლაშა ისე გვიყვარს მაიმუნის რომ მეიყვანოს მაინც ყმაყოფილი იმის ვერა ის გოგო არავის არ უნახავს საერთოდ ამინ დამთავრდა შენი პირველი ცდელობა ჩემი პირველი სიყვარული იყო უბედური ჩემო ლაშკო კარგი ისტორიები მაქვს ეხა პროდიუსერისგან მონიშნული შეგახსენებათ საერთოდ გადავალთ ვახსენეთ თელავი რა როცა ჩვენ მოვხდით ჩემს ბავშვობის მეგობართან რა და იქ მახსოვს კარგად ყვები ხოლმე და ავთო მინდოდა რა მომეკითხა ოთარაშვილი მის ოჯახს სადაც იყავით და ლაშა დაიწყო ესა ნიკოლოზ მე ხა ვიცი ხა როგორც არის ჩვენთანაც რომ ვერ დავჩები იქნება ხა ხო ვიცი რა შევედით და სუფრა შეხედა დღეს დავჩები და შენ ხო ვიცი როგორ არის დიეტას რო ვიწყებ ხოლმე რა დღეს ხორცის დღე მაქვს მეორე დღეს თევზის დღე მაქვს და რო შევალ სუფრასთან რო გადავხედავ რაც უფრო მეტია იმის დღე მაქვს მაგარია ესე იგი ის ამბავია გურული აი ჯერ სოლის მოყვანაზე რა ხავს საუბრობდით მე მიყვარს ეს ისტორია ლაშა ესე იგი სოლის მოყვანის ეხლა ჩემთვის არ უყვარს მაინდა არა მას არ ეხება ეს და რატო ეხლა ჩემი ცოლი არის გამხთარი ჩემზე ერთი თავით მაღალია და ის არის და მე მყავს ზმაკაცი ამერიკელია რა ამერიკაში ქუთაისიდან პირდაპირ ამერიკაში მოხვდა რა ხო და მანჰეტენზე მოხვდა პირდაპირ საფიჩხიიდან ეხლა მოხდები და როგორ აიცი ქუთაისური ისიც აქვს აი ეს იმერული რაღაცა პეცი და ისა და ამერიკული პირდაპირობა გაიგე და უკომპლექსო შერწყმა ხო და მაგი რო წავიდა აქედან მე არ ვიყავი ხა გიტარაზე ისე არ მღეროდი და რაღაცა და არ ვიყავი რა ისე ხო ადრე წავიდა და ბიჭო რო ჩამოვიდა ხო რო ჩამოვიდა დამირეკა შენ შემოგევლე შენ გენაცვალე და
ხო და ისე და მე და ცოლი მოვიყვანე და რაღაცა იქეთ-აქეთა რო შევედით ახლა ხო შეხვედრაზე რო შევედით ბიჭო შეხედა ხა ჩემი ცოლი გამხტარია მაღალია შენ არ ნარდა და მე შევგვადუნდი ასე ხო და შეტრიალდა ხა და ჩემ ცოლს ეუბნება ამასო რანაირად გაყევიო ამასო რანაირად გაყევიო ჩემ ცოლს ეუბნება შეიქმნა უხერხული სიტუაცია და მოვკიდე გიტარას ხელი და ინგლისური ფრანგული უზბეკური გერმანული ყველაფერი ვიმღერი ასე და ხა ჩემ ცოლს ეუბნება ეს და მე მეუბნება ეს რა მოგაყვანინა ბატონო მაგარი კაცყოფილა კარგი საული იუმორის პატრონია ნაყინის ამბავი მაინტერესებს გურული ნაყინის ნაყინის ამბავი ეგ მოყვა ჩემაც მაგაცმა გოჩა მეგრელიშვილმა და გოჩა ჩვენი მოსაპარლეს საოცარი იუმორი აქვს საოცარი და მოიწვიეთ გადაცემაში მაგაზე მაგაროს არ ვიცი რა საოცარი მოვიწევთ აუცილებლად კი და გოჩას ისტორია მაგის ექსკლუზივია რომ საღაცა გურიაში შუკები როა ხო იცი ასე გრუნტის გზა როა გრუნტის გზა ხო და იამებია ეხლა რა ადრინდელ დროს ვიზახი კომუნისტების დროს და მაროჟნი რო დადიოდა სამტრედიის მაროჟნი მოტოციკლეტით ხო იცი სოფელში ასე სამბორბლიანი მოტოციკლეტით რო დადიოდა ფურგონი ხო და შემოდიოდა ხოლმე აქ და ბავშვები ხარობდნენ რა მაშინ სად იყო ეს მაროჟნები და ისინი და ჩვენც გვახსოვს რა ეს დრო რაღაცა და ბიჭო ერთი მოსახლეა და იმის წინ არის კანაო ასე რა ორმო და კანაოა და ეს რამდენი შემოდის ხო მაშინ გზას ვინ გააკეთებდა ახლა იმსო მიყოლოს რამდენი შემოდის უჩქარებს და უნდა გადააფრინდეს ამ იმას კანაოს იმიტომ რომ არ შეიძლება იქ ნელა თუ შევიდა ისე ასე რას გონით ეხლა აფრინდება ხოლმე რა გადააფრინდება ხოლმე და კაცი გამოდის ბიჭო 1-2 წელია მაროჟნის ყიდვაოდა და ვერ ყიდულო აფრინდება და ადგილას უჩქარებს ვერ ყიდულოს და გამოვარდა ერთხელ სტრუსიკი და მაიკი თურმე გამრაზებული და გვახარბებ თუ რა გინდა აი გოჩას საოცარი ისტორია მადლობა მას რომ ასეთი მაგარი ისტორიები ესე იგი ნახე მე ეხა დამიწყო კახეთი ახსენეო მაგრამ ის არ გიხსენებია დღეს ჩემი მეგობარი ვისთანაც ვიყავით ჩემი კლასელი იყო და მაშინ მოყვა კლასელზე მაგარი ისტორია პანჩურის ამბავს ვუხმდა მაგიტომ მინდა რა ხო იცი კლასი როგორი ამბავი აი ყველაფერი კლასელზე კიდე როგორი რაღაცა ესე იგი მესამე კლასში რო ხარ რა მესამე კლასში რო ხარ და უცებ რო გადაგიყვანენ სხვა სკოლაში და მესამე კლასამდე რო გახსოვს ჩემი კლასელი ასე რო გახსოვს აი კარგად რო არ გახსოვს რა რაღაცა და ერთადერთი სახსოვარი ამ ადამიანთან მქონდა ის რომ პასტავდით ერთმანეთს სკოლაში გაპასტვა ხო იცით გაპასტვა და ბიჭო გავიდა 20 წელი რა ხო და ამ ადამიანს შევხვდი რა რესტორანში კლასელების ესა შეხვედრაზე რა ხო და ბიჭო მიცნო და მეც ვიცანი და შენ შემოგევლე და ჩავეხუტეთ ერთმანეთს მაგრამ მოსაკონარი არაფერი არ რა მეგონო ახლა ისა რომელი ფირმის პასტავდი თუ რა იყო თუ რაღა და პასტაც არ ვარგოდა მაშინ ხო და აი ისტორია რაღაცა და ბიჭო ამას ქონია რაღაცა საშინელი სიმთვრალე ამ კაცს მესამე კლასში მე არ მინახავს ახლა სიმთვრალეს რანაირად ნახავდი მესამე კლასში ხო რანაირი მქონდა ხო და დავლიეთ ერთი ჭიქა დავლიეთ მეორე ჭიქა მესამე და ამას გაახსენდა გაპასტვა ბავშვობა ვენატრა და ადგა და თორტის კრემი წამისვა თორტის კრემი წამისვა პიჯაკზე ამხელა გაცნო ხალხი გვიყურებს რაუბედურება და იცინის ბუჯო რა გაცინო გავეკიდე რა და ვერ დავიჭირი ახლა რას დავიჭერდი გამხთარია და გავარდა რა ბიჭო ვეძებ მაშინ მობილური ტელეფონებიც არ არის ხო და ის დროა რა რაღაცა და ვეძებ ვერ ვიპოვე ვერსად სად არის და ჩავედი ბათუმში მე რაღაცა და მოვდივარ ქუჩაში ხო და შევხედე ბიჭო და ბორბალს ცulis მანქანას ბორბალს ცulis მანქანას ეს ვის ტორტი წაგისვა ხო და ღმერთო მადლობა რომ მომეცი საშუალება რომ რა ამას რაღაცა უქნა ხო და თან ისია წამოწეული დანგრატი შეწეული რაღაცა და აი ხნა მაშინ სერვისები და ის იმდენი არ იყო და ასე ცulis პაგერ ზუსტად ის მანქანა რაღაცა თვითონ მეგეთი და
აი ადრე ფეხბურთს თამაშობდი რა ხო და ეხლა ვფიქრობ წვერი ნასოკი დავარტყა თუ მოჭრილი აი ამას ვფიქრობ გამოვექანე რა ძალიან მომეფოდა არც ნასოკი დავარტყი არც მოჭრილი პირდაპირ ქუსლით ასე დავარტყი და მივანგრიე თავის დანგრატია იმიანა და მოტრიალდა და სხვა გავიქეცი მე რო გავიქცევი ახლა წარმოიდგინე კაცი დილით დადგა ამ პაგრიშკას გამოვთვლი ახლა მე ჩავალ ეზოში და ბავშვებს გავული რაღაცა და სulis და ამ დროს მე ასეც რა მე როგორც იქნა ვიღაცები ჩავრიე ბოდიში მოუხადე და ახლა ყველა ჩემ კონცერტზე 4 ბილეთს უგავი ჩემი ცხოვრება ისე იწუჩი მაგალაშა იწუჩი ინერვიულებდა ახლა და რატო არა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პაგური მოხდა ცხოვრებაში საგებია მაგრამ აიყო ახლა ტორტის კრემი რატო ახ ძალიან გაბრაზებული იყავ ხო თან ისეთი კლასელია რო არ კლასელებს რო დაასახელებ და ის რადიატორთან როიჯდა თავისთავად ხო ძალიან მაგარი ფინალი მაგრამ გენიალური არის რომ აი იმარა რა გავიხსენოთ არა გენიალური ასე გაშეშე არა ვერაფერი გადაგვხვიე ხელი მაგრამ ესე იგი მოდი შემოქმედებაში დავუბრუნდები და ბევრი მაგარი სიმღერა როგორც თქვი და რაზეა საუბარი გიჟდა მე ამას წინათაც გამოგართვი შენი პოპურის მინუსი და აი იმანა ძალიან მაგარი წარმატება მომიტანა მინდა რომ აჭარულზე აზერბაიჯანულსაც მოგცემ ეხლა იმასთან რომ აბა რა რაც არ გვი ძალიან მაგარი რა აჭარული აი არ ვიცი რა ისეთი მაგრა არის მე ვამბობ მაგაში კუთხი საიდანაც ხარ საოცარი ბიჭი არის ედუარდ გორგილაძე რომელმაც შექმნა ეს სიმღერა და კლიპი გადაიღო არაჩვეულებრივი მეგობარი მყავს ბავშვობის ლელა მითაიშვილი რომელსაც საოცარი ხედვა აქვს რა და გადაიღო ისეთი და ყველა ბათუმელი არის გადარჩემი სურვილი იყო რომ ყველა ბათუმელს მიეღო მონაწილეობა და ძალიან ლამაზი გამოსცა სხვა შორის მაგ კლიპში მონაწილეობს ნანა სტამბოლიშვილი რომელიც მე თურქული სერიალის ერთ-ერთი გმირი გახდა კი აბა და ძალიან მაგარი გოგოა და ძალიან დიდი მადლობა მას და მოვიკითხოთ აბსოლუტურად გეთახმები ჩემო პატარნო ბევრი ვერსია ხო საჭარული იმის ჩემი აზრით და სუბიექტურად ობიექტური ვიქნები ამ ამბავში რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია ჩემო ლაშა მინდა გითხრა საოცარი პოეტი გყავს აჭარლებს გყავდა უბრალოდ ბატონი ზურაბ გორგილაძე საოცარი ლექსები აქვს რა აი მთელი ტკივილი ჩატეული 300 წელი ბატონობა რაღაც და აი ესეთი ლექსი აქვს მე ცოლს წერს რომ რაფერ მიბერდები და რაფერ მინათესავდი ხო რა ეს ლექსი საოცარი ლექსები აქვს რა და ძალიან მაგარი პოეტი იყო და მიყვარს რა მაგასაკში შევდივართ მინდოდა რომ ბატონი ზურაბის ლექსზე და სხვათა შორის ედუარდის კომპოზიტორის გორგილაძეა რა ორი გორგილაძის აჭარული არის ანუ შემოქმედება ერთად და მოცეკვავები არიან არაჩვეულებრივები რომლებიც გენიალურად ცეკვავენ შენ არიცი ჩვენ როგორი მოცეკვავები დაგახვედრეთ მართლა აბა ამ ცეკვას ეხა იმ ვიდეოს ხო აქ ძალიან ბევრი ნახვები კი რა თქმა უნდა ეხა ნახე აი ამ ვიდეოს როგორი ნახვები ექნება კი ბატონო ხო გვიმღერებ ამ სიმღერას აუცილებლად რაზეა ლაპარაკი აბა რას ამ გადაცემას მოუხდება ნამდვილად კი ბატონო კიდე სიამოვნებით აყოლებენ და რაღაცეებს და სიამოვნებით კიდევ ერთხელ მოგუსმენ ამ სიმღერას ისედაც ძალიან მიყვარს და მოდი მაშინ წევდა წიწინი მე უბრალოდ სანამ გადავალთ მადლობა მინდა გითხრა კიდევ ერთხელ მე ვიცი რომ ბევრი ამბები და საქმეებში 25 წელი მოგილოცოთ ბიჭებს აიხარე დიდი მადლობა იქ რაღაცა ცვლილებები კი არის მაგრამ თავარი არის რომ ალილო ჟღერს და იქნება ძალიან დიდხანს ამ ქვეყანაში ქართული სფერა იარსებებს ალილო იქნება და მადლობა მინდა გითხრა ძალიან დიდი პატივისცემა და ეს ჩვენი მინიატურული სცენა დაგითმოთ არაჩვეულებრივ მოცეკვავებთან ერთად და ნახოთ რა გამოვა ეს ჩვენი ვარიანტი დიდი მადლობა წავედით ჩემო ძვირფასებოს ჩემო საყვარელო ტელემაყურებელო იცით რომ გუშინ წინ იყო არაჩვეულებრივი დღე ჩვენს უსაყვარელ არხზე ჩემო ნიკოლოს იყო ფინალი გრანდიოზული პროექტი საქართველოს ხმა დამთავრდა ერთი ადამიანისთვის უფრო
ისეთ ღირსშესანიშნავად და რატო? და საუცხოოდ. არა, რატო? მოიგო ეს კონკურსი? ბუჭო, რა მოიგო? და მოიგო ეს კონკურსი და შესაბამისად ის ბინა, სადაც მე და პატა უნდა მივიდეთ სტუმრად. კი ბატონო, მოდი მოვიწიოთ სტუდიაში პირდაპირ ნაბახუსევის სხვათა შორის, აბა ეხა სხვადასხვა როგორ იქნებოდა? საქართველოს ხმის გენერალ სიმუსი! გამარჯვებული! აი არ ვიცი რა ბედნიერი ადამიანი ხარ ჯერ ეს ერთი გახსოვს ჩვენთან რომ ვიყავი რამდენჯერმე ანეკდოტებშიც ბოლოს და ვიძახდით ჩვენ რომ აი ყველას გულშემატკივროთ როგორც წესია და შენ ერთი მაგარი ფრაზა თქვი სხვა რომელიღაც გადაცემაში ნახე რომ ეს ერთი ამბავი მაქვს და ბოლოზარზეც ვერ წავედიო ხო თურმე აი ხედავ ღირდა იმიტომ რომ ხელოვნებამ სხვერპლს მოითხოვს. გილოცავ ჩვენო ძვირფასო ადამიანო. მე მინდა რომ მთელი შენი ცხოვრება იყავი ესე იავარდით მოფელი. ბრავო. ძალიან მისასალმებელი ამბავია და ჩვენ სგულით და სულით უერთებით. ყველა იმ ადამიანის მილოცვას, ვინც მოგილოცა ეს წარმატება და ასე წარმატება. ბათუმელება ნახე რა იყო ჯერ. ბათუმელები, გეუნები რა, გეუნები შესაბამისად სასწრაფოდ გვინდა ერთი ბინა ჩვენ ბათუმში რომ ხმა გამოვიკეთოთ ეს იოდი. ჩვენ ლაშა ყავდა ღლონტი პირველ ბლოგში სტუმრად და სხვათა შორის ასესაც უთხარით რომ აი ნახე ასეთი გამარჯვება ბათუმელების ტრიუმფია ასე თქვა დღევანდელ გადაცემაში. როგორი მარტო თავს რო გვიქნევს ესე იგი ხო მესმის რომ გუშინ ახლა გუშინ ცოტა ემოციურად დატვირთულია და არ ვეკითხები ახლა სპეციალურად როგორი შეგრძნება როცა რაღაც აი ასეთ პროექტს იგებ რაღაც მასშტაბურად იმიტომ რომ ისეთი გაუმეტყველება აქვს და ეს ორი დღე ისე გადატვირთულია შემდეგ გადაცემაში თუ უკითხავთ ამას კი ბატონო და კიდევ ერთხელ გილოცავ და რაც მთავარია მე მინდა ვთქვა და დიდი მადლობა უთხრა ჩვენს ტელეკომპანია რუსთავი 2 საიდან ოდიშის ფერვერკი რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტებს აკეთებს და რაც მთავარია ის მართლაც მაგარი პრიზი ჩვენ ენაზე რო ვთქვათ რასაც სახლია რა ეხა ბოლო და გილოცავ და აშენდი და დამშვედი მასე იძახდი შენ თუ გავიმარჯვე დაგპატიჟებთ და გადაღუნული მოხვედი და ერთიად დაგვირეკე ასე სად არის კიდეცო სახლში რო გადახვა ნოვოსელია მაინც არ გამოგვაპარო არ გამოგვაპარო აბა რა მოგლეთ ბათუმში რო ჩამოვხვალთ ეგეც არ გამომაპარო შეგენაძოლე დღეს ვიყავით არ დავხვდით არავინ და წამოვედი აქ ვიყავით გეთქვა მოგლეთ ამ კაცმა თან ჯერ ვასალოთ ახლა ეს ეიფორიაშია ცოტა აქეთ იქი და რაც გამოსდის კარგად დაუძოთ სენა და აბა ჰამოდი და ჰამოდი კიდევ ერთხელ და ახლა ბურთი და მოვიდან მოდი ჩემთან Жужуна Апрелия Радкабилия Сицоцхледа Шентан ყოფნა Радкабилия Shena me gulvi, da
გენაცვალეთ ბიჭებო, კარგები ხართ, თქვენც გენაცვალეთ ხარ ხო? როგორ ხართ? ხო ხართ მაგრათა, როგორ ყავხართ? კილოცამ დღე დღევანდელ დღესა. მეც მეგესალმები თქვენ გენაცვალეთ. მე და თქვენ გენაცვალოთ ჩემი უაზროდ გატარებული ახალგაზრდობის უმრავლესი წელი. მაგრამ რა სულოცავ, რა ომარი დღეს არის? არაფერი შევარიც. ტომ კრუზი დამატების დღეა. რას ველაპარაკებ? სულ აღარ მახსოვდა. რომელი ტომ კრუზის? ქვემომა მაჩხანელი ტომ კრუზი როა? რა ქვემომა ამერიკელის ანაღდი. შეგენაცვალე, ვაი მაგას ვერა რა. აბა დაგვილევია ზავია დღეს და ეგარი. მე კაი ბიზნესი, რა გინახლა მითხარი? ო, ვიცოდი ბიჭო, მიზესეცებდი გაიგე, შეიძლება ისი არა სვამ და შენი გული თვინ შავედი ვიკრიპედიაში. ვიკრიპედია, გაი შენ გიყარე, ჩემ რაჭკვიანი ხარ, შენ გენაცვალე, გადაყოლი ხარ ჩემს. არა მოგინ. აბა შორელ ძმებო, თქვენ გენაცვალე და მიულოცოთ სიმღერით როგორს 63 წლის იუბილე. ის დავი. გაწელი თავი. შენ თვითონ ტომ კრუზი თავი ტანი მოვლაში და სახე მოვლაში თავის შემოსავლი 20% იხდის. მეც ეგრე დავაპირე, მაგრამ არ მეყო ირვალად. ეგრეა ძმაო, როგორ გინდა რა. ახლა გადავიდეთ რეგიონულ ამბებზე, მივიხილოთ თორე, არ გამვა ახლა. აი კიდე ეგრეც ხუთავს ნაღდად ქუთაისიდან აქ ამბები ნაღდი, ვიცი, აბა მაი ახლა მას ფარაბე დაუწყია. აბა რავი. მაგიდა რატო არ ამიღნიში? ეს ხوارი რამდენჯერ რაურიშა რა? სონა ორი გვირი ზუგარ არ მევიდა ერთგან რა. მარა ახლა სახში კაი მაგიდა რა. შეხედე რა ხვა, კოპიდი. რა კოპიდი, რო წიფელა. იფანი. აეონები წიფელა, ფეხი აქ იფნის. შეგერაც მეისა მიბიში ქუთაისამდე. ვირი. ესე იგი მაგ დავიწყო დაუშვა. აღარ ხოშგაგალასავით შეხედე. თელ სოფლიოში მეგეხსენებათ რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფეხბურთს და მის განვითარებას. როგორია ეგრე? ხო იცი შენ რა? როგორ ვიცი? ვიცი, მაგრამ ხო და ფეხბურთს რო თამაშობ, ბურთს დაატყა და ბურთი რო დაეხვედება და გადაგივარდება სასხა და საკარგავში და ვერ იპოვი. განავითარებ მასე ფეხბურთს. ვერ გადავიდა. როგორია კაცო, აღარი ტყიშინა როგორ დამავნიე? ეხლა აღარ მიხვა თემამდე რა ამოდენა შესავალი ვიო პირდაპირ თქვი რა გინდა რა პერსიადე მეცობა პურვაის ეკალივით პერსი მაცა მივედი ბაკამდე მასიო და მაცადე მოკლედ ქუთაისში ნიგიაზე რო სტადიონია იმ სტადიონის ღობე დასკოჩეს რა დალია ჯერ არ გათენებულა რა მოგივიდა რა ქრესტო დასკოჩეს ვიო ფოტო არ არის ეგე? რა ვარი სკულპტუროზული დამუშავარია, დააკვირდი? ეგ რასანიშნავს მე არ ვიცი, მაგრამ სკოჩით რატო გაამაგრე სტადიონების ტენდერი საკანცლერო მაიგო მეიცავიო. ვერ გეიგი ახლა შენ თავარი ვიზეს. ქუთაისში ხო იცი, ჩახუტების ქალაქი რო არის, ხო? გავიგი ჰუ. სკოჩი ჩახუტეს ღობეების ერთმანეთს. მიხვდი. მე თვითონ როგორ არ მივხვდი. ეგრე მანდა ორ მეკარე ურჩევ, ღობე არ მიეყუდოს ხომ მე გაიგეშია თორე. თორე აიგე ბურთი რო წამოაკარისკენა, მინა მიმას ეხიყება, ვეღარ მასებს მოგერიებას, გაიგეთ? იმანო მართალი ხარ შენ. მაინც და მაინც ახლა უდრებს ნუ დაურთხა. ო არა აღებს. კარს თუაცდა და დასკოჩილს მოხდა. იბურძას როს ვერ იქიდან ვინმე? ო ვიჯო მანდა მოედანსაც რო გადაატარონ ერთი ფენა მწვანე ფლომასტერებითა კარგად გამწვანდებოდა სტადიონის. იბიბინებდა. გადასტარები იდეია. მაგეც უეთყვია უცილებლად მე ძალიან ავარჩავალი. მაგრამ ყავ მოსაკალავი რა.
გეუნე ვენახი ბოლოზე რომ ღობა იყო გამორღეული და გზაურა იღორები რომ მოძრეობდნენ შიგა სეტკაში იმოდენა ფული დამახარჯინე მაგ შობეძაღმა მაგან აი რა გითხრა დეგვესკოჩა რა შეიძლებოდა მიიკრამ და თანა იმ ზაურას გოჭერსა და ტაუკრუზი დავადები დღესაც აღნიშნავდი გებრიელათა აბაი ხონა დაატარო ისეთ კაცული გოჭია ბიჭო ჩვენ მაგი ჩვენით რა ფერმერ მევიფიქრეთ ზამია თავის დროზე ამოძრება ქუთაისდები მიხედი ახლა შემოძამი ეგრეა გილოცამთ კი ხალხო გილოცამთ ბათუმში ზღვის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა გაჭედები ჩუმად იყო ბიჭო მარო არ გეიგონოს მაგი თორე შემოვარდება და წამიყვანეს ხვაზე და დაიწყებს იმას რა ქვია ოპერაციის ვერ შემამევარდება გარანტირებულად ვიცოდი და იმიტომ მოუმატეთ ტოის რატომით ის თუ გაიხსნა აქ არ გაიხსნა ვენახი გაფუჩქვის სეზონი გაიხსნა იქ ამყავს მის კოჩილი არა მაროვიდა ბაჟი გასაგებია მაგრამ მაინტერესებს ახლა მე ეს ზაფხულის სეზონი ერთი წლით ადრე რატო გახსნა ნუ რა გჭირ შენ რა ერთი წლით ადრე იბლიბლი რა არის ახლა რომელია იბლიბლისია აბა მოვისმინე წელს ზაფხული შეხვდა სადმე ჯერდა ხო ვერ გავიხადე კასტუმი ვიობა არ გავთავდი კაცი მაიგიდან დალიბე ნატრა კაცო ბათუმში დაცხა ეთყობა ვიო აბა მე რა ვიცი ახლა აქედან რა აგითხარა კაის გეტყვი მე შეჯგვა ზაგარიგებს ამოწმი ცხოვრებ თუ გეიგონებ მითხარი უარწევიდე და შევამოწმო ჩვენ არ შეიძლება ამდენი მუშაობა ზამია დევისვენოთ პატარა გუთარს ასვენებენ სამჯერ გზაში ჯერ არა ჯერ ვენახია გასაფუჩქრი და ამ თვიბოლომდე კიდია რეგიონალური ამბები გაიგე მიმოსახილველი რა აბა როგორ გინდა ევიო აღარ მინდა ამდენი მუშაობა დასვენება მინდა შეიძლება ეჯო გასაგებია გევიგე რომ შრომამ შექმნა ადამიანი მაგრამ ბევრმა შრომამ შექმნა ვირი იცოდი მაგე უახსენებ ხოლმე ეგრე უდრო იშოვდა ერთი შენი მიკითხე ბაკარამესა და მეორე კიდე ჩემი ვინ ერთმანეთზე უსაქმურები ხართ მაგრამ ისე ვის მირჩევნია იგ ვინოს მაინც არ მინადგურე იქ მაიმუნი ეგა ჩასაყალაპო დავრჩი ამ ფეში ესე ზღვის გარეშევე არა და ვეროპრიას პლიაზე შევივლივიო პლიაზე სელამს მეძახს ხალხი სელამი რათა წონის გამო თუ თემს აჭამხოლმე ბერსა უსა ელავარაგე სურვის გამო ვიო მე როცხალში გედევე შობი სელამი ვიცურა ელაპი არა ცურა საერთოდ ეგა ცურა სა ერთი ეგ სელაპი რომელი არის ერთი ვეგანა ვიხსენებ სელამი ვიო რა მერა ეგა მოკლე ხელები გამახსენდა ეს ვაკი კარგია მაგრამ ძალიან შორია აქედანაც ხათა შორის კახეთში უნდა ყოფილიყო ზღვა გაიგე მაგრამ აი ჩემეს გურჯანი ჯობიაო და ჯობია და იყო გურჯანის რიბაკი არა გეხა ნადიბრიდან რომ გადაეხედა გურჯანი იქ რო ზღვალივლივებდეს რა ჯობი არა ხდეს კი ბატონო იყო გურჯანი გავკითხვა რომ გითხოზავეო ანუ რა ესე იგი რო დაუბრუნდი შენახა რას მეუნე მენუ წელს ზღვაზე მაროსაყვანა გედეიფიქრე არა კაცო წავიყვან მაგრამ სეზონი ბოლოსა ხალხი თავისით რო დააპირეს დაშლასა მე რა მე ვარ დამაბრალო ახლა ჩამოვიდა სეზონი ჯაგდვაქაო რავი ბათუმში კი გეიხსნა სეზონი ზამიან და შემდეგ თემაზეც დავრჩები მაშინ მე ახლა მიდიავა აჭარა გურიის გასაღარზე შეკვეთილში სისინათელას პარკი გეიხსნა მან თურმე განახლებული სახითი მართლა სისინათელას პარკი რა ხანა გახსნიან ხანა დაეკეტამინე აციმციმებენ ეგრე მახსოვს მაგიტო ქვია მაგასა სისინათელაი პარკი არა მგონია მე მგონია უბრალოდ მადარა თამაშობს დენი და მითო დაარქვეს სისინათელა რა ხდება ბიჭო ეს დამადრა ხარა ეგ იასაული მაინც არა პრიუსივით მოდი გიბრიდივით მოდი და მეც მოდა რაღაცეები და მეც ამ აქ ერთი ამბავი მოდი ჯიგარო ჯერ მოგვიკითხე როგორ ახართ აბა
შემოვიჭერი და ნაბრახუსებები. ბიჭო, მაგარი საიტარი აქედა თუ აქედა. ახლა ხალხში უნდა დაგვისვა ეკითხვა და რა ქვია? ჩრდილოეთ კორეაში. რა გინდა, თქვი? ჩრდილოეთ კორეაში გაუხსნია კიმჩენისა 20,000 კაციანი პლიაჟი. მაგარია თურმე ძალიან არა. უბრალოდ აი ის არ შეიძლება რა ქვია. დასვენება არ შეიძლება სანაპიროსთან თუ. სურვა. ის რა ქვია. რუჟის მიღება რაღაცას დედახიან. დანარჩენი აკეთე რა. იდი გასაბა. დახარებულია თემი. იგრიალე ოქრო. იგრიალე. უხარია თურმე ჩრდილოეთ კორეას. აიცოდი თქვენეга. აბარა ასულელებული გრო. საიდან მეწველებოდა? შენ საიდან გეიგე? ის ვერ გევიგე. მე თუ არა მე საიდან გევიგე. არა კიდე რაში მჭირდება რომ ვიცოდე ერთი აი მითხარი. მტერი ჩავიდა მან და რა დასასვენებლად. რა თაიცი რა მაგარი ყოფილა იქა. ოღონდ დამცველებელსა თურმე ის რა ქვია. ნაპირთან ახლოს დაждომა რუჯის მიღება დასვენება და თურმე ეკრძალება და რარჩენი ყველაფერი შეგვიძლია. თუ არა რუბიკუბი კიდე იგავ ხალხი ააწყვეტილა. დახარებულები არიან ჩრდილოეთ კორეაში თურმე. დედავი. იგი უხარია დავა კიმშენის აწყენებენ მაგერი ვიო. აწყენებენ და ეტირებად გამჩენია. აწყენო დაიყვნენ რა. ახლა კიდე უცოლო კაცების საყურადღებოდ მაგ ერთი ამბავი და კი უნდა მოუყვი აქანა. მიდიება. თურმე თურმე მოგისმინო. მე ისმინე მაინც. აი მიდიება. თურმე საცხა დასაგარქავში. გოგიან ხარეს გაიცროლეს. მართალი ხარ შე გოგია? სეტერივით კონდეს ყურები. მოუსვინე კარგად. საცხა დასაგარქავში კი არის მადარა შორს ჯუნგლებში. არსებობს თურმე ველური გადარეულების ტომის სულელები არიან ველურები. სადაც 3000 ქალი და 7 კაცი ცხოვრობს. და ამ კაცებს მხოლოდ ბოშის გაკეთება ევალებათ, მეტი არაფერს არ აკეთებენ ისე გარასა. ეგრეა? ეგრეა. ესე იგი მარტო ჩუსტები უნდა ამაიღლიო დანარჩენი ზედაგა ყველაფერი. ნაცვალე კარგია რა მინა აი ქროარ ერთი ვერი. აბა შეგადე გარავთვალე ახლა ხო ის ბუღალტერიაში მელე ვარ. ესე იგი მათ ერთ კაცზე 427 ქალი მოდის ვიო. შეგენა. უბრალოდ მოდის კი არა მორბის. ბიჭო, გაიტოვი ჩანასე გადა. მისამართი არწერია სადმე. საიტარი მაგარია რა ის გააკეთე მაგათა მოწყვეტ გააკეთე რა. სამსახური სახლის სამსახური. ყველი წამოწოლზე კეთდება აბუეტო ეგეც რო არიცი შედა. შენ მისი გამკეთებელი ხარ ერთი. აი. ანუ სულ გიწევს ბიჭო ადგობა. რო მაგარი ყოფილა მაგიდე უნდა დავიდე. გევიო. შენ ჭირათი ხავი თუ არა. თუ გაიგო დანულამ. დანულამ თუ გაიგო თავი გეხრება იტოვრიობიას და შეკავს. რო გაიწვე აქ აუცება. მაკაცება იციზმე ბიჭო. აგე მოგელას რო არაფერი გამოსდის უკ რომ ზიათანა და ისევ ცოლობას რომ ეხვეწება. მოგელა უნდა გაუშვათ მანდა. აბარა. მე არ ამზრუნავ ბიჭო, მე არ ამზრუნავ მოგელა. შენ არ აიზრუნავ? რას ამბობ? რას მე უშინავ ზიას მეხვეწე, ვემუდარე, ვუმღერე, მოგელას გაკებեցი ცოლათა მეთქი, მაგრამ რა ვიცი აბა. ნო. გამოყვარა ორივე. რათა? შენ უმღერი? მეცა და მოგელა მაცა. გამზია მას სიმღერით გითხრათ ეგრეა, რაღაცა სიმღერა არასდროს. ისე ვიხოია. მაგ წარმომად რო წარმეიდგინო ახლა მაგიბანა ხერთი რანაირ იქნებოდა ახლა მამკლა მერე თუ გინდა. ვიდი ვარ გადაიღე. ოღონდ მოგელას არ უთხრათ, მამკლავს მერე ეგეცა. მაიცა, მაგარი როგორ ვეთქვით ბიჭო, აგე ჩვენი მილიონი მაყურებელი და ნავინმეს თუ არ წამოჩდა, ჩვენ ხმის ამამღებები არა ვართ. კამათი გავიტქვენა, გაიგე. გოგინდა გაჩვენო. გოუში აბა რა. მოხედა. უყურე. რომა გორლანიანები თვალები. ალაზნი პირია აშკარ. აბანა. ზია. აი ხლა ადაგიძე იცოდე. აი კაცი უნდა მოვიყვანო ახლა მოგელა ჩვენი. ხო და დასალაპარაკებელია აქ შენთანა. უყვარხარ ქალო, უყვარხარ და იცოდე ხანი მამიცადი ახლა. მოდი ბიჭო ახაშენა. მოდი გამამკრივი. მოდი. მამკიდე ბიჭო ხედი, ნუ ხარ მორიდებული. რაღაცნაირად. დადი ხა. აბა დავიდა.
ჩემო გარგონზია შენი უქნოთ სიარული ცოტა აბასრია ერთი კაი ბიჭი შენთვის ალალია ეგეთი კი როგორც ხედავ ჩვენი მოგებია ბიჭო რაი გადამეკიდე ნუ ბერამ კოლა ჩემ და თუ აი კუნთები აქვს ორი შენი ტოლა ნეტა ეს სიმღერა იმაი გაგონა ზნედე მეტად ვინც გამეპრანჭა ყველა გაგორა მინდა ჩემი გული შედის აქვე გადავშალო ბიზნესაც გად მოგიფორმებს შენი იყო შამო ხო და სიყვარული გთხოვ არ დამიშალო ჩემ ოჯახში სურვილი მაქვს შენს უფლები შალო გოგო ჩვენ მოგენი ცეცხლი უდუს გერჩი ზამთარში არ დაგჭირდება ბუხარი და ფერში ნახე რა ბიჭია გაჭიმული წელში გეგონება ვეშოლკა დარჩენილი მხებში ასაკიაკ იგეთი რომ ვერ გაუძლებს ვენებაი მომავალ წელს ვერ გაივლის ტექის სპექტირებაი აბა დაკვირდი ძალიან აღელამს უსათვალოდ ისიც მიყვის ნეტა როგორ მხედავს ნუ გონია მაქსიტები ძლიერ გამამწარებ წიწაკაზე გაწვდილი ვარ შენ ვერ გამამწარებ თავსაც შეგაყარებ ბევრსა და გაძალებ ტანზე ნაბად შემოხვეული ზუგდით საგაბძანებ და ახლა სტუდიაში გვინდა მოვიწიოთ ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც აღმოაჩინეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში აჭარაში. ის გქონდა რაღაც ღონისძიება მე და ნიკოლოს და გავიყიდეთ და თუ ვინდა როგორ შემოვიდა და რითი შემოვიდა და რამ გამოიწვია ჩვენი აღფრთოვანება ამაში თავად დარწმუნდებით. სტუდიაში მინდა მოვიწვიო ლონდა რომანაძე. დავიცეკო. გაგვაგიჟა ამან, რო დავინახეთ. ტამ-ტამი. უი, რამძიმე ყოფილა, სხვათა შორის არ ყოფილა. ტამ-ტამი. ინსტრუმენტი ბევრად უფრო მძიმეა, ჯემბე. ხო, ამას რა ქვია? დარბუკა. მაგრამ საქართველოში ყველა ტამ-ტამი. დარბუკა. ბარბუკა. არა, დარბუკა. დარბუკა. მაგრამ საქართველოში დოლის და დრამის გარდა ყველაფერს ტამ-ტამს ეძახიან. მე გძნობდი მე რომ არ ერქვა მაგას იმის უძახი არ გამომხედა თუ როგორ ფლობს ამ ინსტრუმენტს ამას თავისთავად ნახავთ მანამდე კი მოდი გავიცნოთ ეხა ჩვენ მაინც ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე ჩემო ლონდა რომ ნახავთ სადმე ადამიანებს რომლებიც რაღაცას წვალობენ უნდათ რომ რაღაცა ნიჭიერებით გამოირჩევიან რა თქმა უნდა და ჩვენი ეთერი დაუთმოთ ისევე როგორც თავის დროზე ჩვენს დაგვითმეს ეთერი და მადლობა იმ ხალხს ამიტომ დიდი სიამოვნებით და სიყვარულით დაგელოდეთ რომ ჩამობრძანდით პირველ რიგში მადლობა ქობულეთიდან. კარგი, დავიწყოთ ახლა ინსტრუმენტთან ურთიერთობაზე მინდა კითხო, დიდი ხანია რომ მეგობრობ დარბუკთან. დარბუკასთან დაახლოებით მე-6 კლასში ვიყავი, პირველად რომ მის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. ქობულეთში სახელოვნებო სკოლაში დაახლოებით 1 თვე დავდიოდი ვსწავლობდი. მაგრამ შემდეგ უკვე მალევე დავასრულე და სახლში კომპიუტერთან აი ჩემით მეცადინეობდი ვსწავლობდი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ჩემი უბრალოდ ჰობი და გატაცება.
რომელსაც დღეს ვარ დაკავებული, მაგრამ აბა ისე რას საქმიანო? ზოგადად ვარ ისტორიკოსი, ისტორიის მასწავლებელი. ბათუმში ერთ-ერთ კერძო სკოლაში, ნიკეს სკოლაში ისტორიას ვასწავლი, მყავს სადამრიგებლო კლასი, მაგრამ ვა, ბრავო. აღამოვიდეთ ან ჩემ ერთ-ერთ გადაცემას. ეგ ენაცვალე ისტორიკოს სხვათა შორის მე მაქსოვს რომ დიდგორის ბრძოლაზე უკრავდა ჩემი კი, წინა ხაზზე ვიდექი და იქ უკრავდი. ანუ კლასის დამრიგებელი ხარ. კი ბატონო და მუშაობდი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. მაგრამ შემდეგ ბაკალავრი როდესაც დავასრულე უნივერსიტეტში გადავწყვიტე მაგისტრატურის გაგრძელება. შესაბამისად მომიწია სამსახურიდან წამოსვლა და ეხლა ვარ მაგისტრანტი. მთელი აბა. ენაცვალე აბა ეხლა ის უკიდეგანოთ ნიჭიერი კი ბატონო, ესე იგი იმდენი რამე ჩამოთვალე ეხლა თან ისეთი სერიოზული ამბავი საპასუხისმგებლო რაც თავარია. კი ბატონო. ჩვენ მომავალ თაობასთან თანამშრომლობა, მაგრამ აი უკვე მეშინია თქვა რომ ეხლა იუმორთან როგორ ხარ, რაღაცა შემთხვევები გექნება, იმიტომ რომ იცი რა ჩვენ კორპორატიული ეხლა ყველა მიცის ეს ამბავი, კორპორატიულ ღონისძიებაზე შევხვდით ერთმანეთს და ну რა ვიცი ეხლა შოქში ჩავარდი რა. დამეთანხმებით ეხლა რომ შვედურად გამოიყურება და რატო არ უნდა გამოიყურებოდეს. კი ხედავთ ტამტამით რომ ავარდა სცენაზე მეთქი. დარბუკით. მეორე დარბუკით თქვენ შეიძლება გაგულახოს აქ გამომხედა. დარბუკით რომ ავარდა სცენაზე ვიძახი დარბუკი რა თუნა ამას. იქნება ტამტამი მიაწოდოთ პირველად. და საკმაოდ კარგი საღამო გამოგვივიდა იმ დღეს. კი ბატონო, კი მშვენიერი და მაშინვე დავპატიჟეთ რა. ორივეს გაგვიჩნდა სურვილი მეც და პატასაც რომ ასე მოგვეყვანა გადაცემაში სტუმრად. ხო და ცოტა ვიჩქარეთ ახლა შენ დაპატიჟება, იმიტომ რომ მე ოქტომბრამდე ვერ ჩამოვიდოდი, ზღვის სეზონი იწყება ახლა და სადეცლება ჩვენთვის და რიგითი მოგვდავებისთვის. არა, მე უნდა წაგიყვანოთ თქვენ დასავლეთში. ხო, ეს ბრავლობიჩი უკვე მომეწონა. ანუ ჩვენს. რა თქმა უნდა, ყველა. კი ბატონო. ყველა. იცი რა იქ. საცხოვრებელზე ცოტა მჭიდროდ ვარ. არა უშავს კაცო, არა უშავს. ჩვენ ჩამოვალთ და ერთად რამე შეიძლება კომპოზიციაც კი გამოგვივიდეს. მთავარი ესა. დიმა, იცი რა სანამ ეს უკვე რაზიც აქვს, იცის ასე ვთქვათ, დაკვრა და რასაც წარმოადგენს. შენი დოლი რო ვათხოვოთ, შეიძლება რომ ნახოთ ჩვენ ძმასთან ერთად რას შეძლებს. აბა ნახოთ. მოგართმევთ. კი ბატონო. შეძლებს ხო დოლზეც? ვცდი. მე მაგალითად ინსტრუმენტებზე მაინც და მაინც ვერ უკრავ რა. არა და გიხდება. კი, გიტარას ვცნობ. გამარჯობა. გამარჯობა, გაგიმარჯობა ურთიერთობით. აბა, შეგენაცვალე ცოტა ფრთხილად სახელმწიფო ქონება. მაგი თვითფრინავს და ერიდევ. ეს დოლი ხო გორია თუ რგვალია? აქ შემთხვევებით იმას როცა სამკუთხედია დოლი. კარგი. მოატრიალეო დოლიო მაგ. ესე საპირისპირო, ხო? აი. კი ბატონო. აჰა. კაია? აბა, რაც კიდევ ის დაიწყე და აყევი. აჭარიდან ვარ და მოდი აჭარას ვთეთ პატივი. აჭარიდან ვარ და რამე ქვემონამი ბიური. კარგია, მე კი ვიცი, ვითი ჩავანაცვლებ დიმას, შენივად გადავახალისებ. შევანსამს. მე მგონი ეს ცოტა ის მცხინები უშლის ხელს იმას აქვი. ეს რომ წავიღო. ვაგრძელებთ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას და კიდევ ერთი კარგი, ნამდვილად კარგი კაცი გვინდა წარმოგიდგინოთ დღეს. ეს გახლავთ მომღერალი თაზო ფრიდონაშვილი. თაზო რომელ რესტორანში მღერი შენ? რესტორანი ცისკარი. ეთქო მაგარ შაბაშეს უოქროებში ხარ. მართალი ხარ. რა არის დასამართი? შავგრემანი რო ხარ გიხდება ჭვინავს. კი ბატონო.
იცნობ ხო თაზე? რაშკი არ ვიცნობ. მე ფეხსაცმელების სახში ვერ ვნახავ თუ არა რესტორანში. შეგენაცვალე. მიწევს ხანდახან გაგიგვირდება და მიწევს ურთიერთობა. შესაბამისად მართლა კარგი ადამიანი თვითონ ნახავს ამას ჩვენი მაყურებელი და მადლობა რომ გვესტუმრეთ ჩემო. შეგენაცვალე, მადლობა თქვენ. მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა რომ თაზო ინტერნეტში აღმოვაჩინეთ ნუ ეს თქვენთვის თორე ისე რესტორანში მე ამიდა რო გითხრა ჩემო პატა თაზოს მინდა თაზოს ერთი სურპრიზი აქვს მაგარი სურპრიზი აქვს შენთვის უბრალოდ მე გამიხილა და მართლა ძალიან გაგეხარდება მაგრამ ჯერ არ გვინდა ამაზე ბოლოს სურპრიზებზე ხო იცი გიждები აბა რა შეგენაცვალე როგორც თქვი რამის თქმა ხო არ გინდოდა არა ისეთი საუბარი მინდოდა დამეწყო ანუ სტაბილურად მუშაობ ხო იგენაცვალე კი ბატონო ხარ გამაგრებული ანუ რესტორანში როგორც თქვი ახლა დაცამანი რა არის კაცო ხანდახან გვიწევს როგორც ყველა ქართველს და რესტორანში ნახეთ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი და რაღაცეთ მოგვინდა რომ კარგად იმღერა ის სიმღერა რომელიც ჩვენი შოუს ტელემაყურებლებს ძალიან მოსწონთ და იცი რა მაინტერესებს აი ხო გახსოვს მაშინ გენერატორზე რომ მოგვიყვა ქორწილის ხო ეგ რომ მოგვიყვა რა ეგ მაგარი რამ ნუ მოკლედ სხვათა შორის კახეთში მოხდა. თქვენს ხო, გენერატორ, დვიჟოკი უხდება მაგევა. ნუ დიდი ქორწილი არის პალატკებში, რამე ავაღაზე, გაწია ხარჯი, ოჯახის პატრონმა ამხელა ხარჯი რამე კაცო და 300 კაცზე ქორწილი არის პალატკებში, უშუქება და ეს დვიჟოკი აქვს ის ვაინი დვიჟოკების რო ეძახოდნენ დიდი რაღაც. სამხედრო იყო დიდი. სამხედრო ხო რაღაც დიდი. ოკეი, 10 კაცს რო უნდა ამოეკრა. ხო, ეს ჩაულებრივი. ხო და ნუ ეხლა ალბათ დაიწყო ქორწილი შუა ქორწილია გაგანია მიდის კეიფი ცეკვა და რა თქვენ მღერით თუ არ მღერით არა მუსიკოსები მღეროდნენ მაგრამ მე არ მომღეროდი იმ მომენტში რა ცეკვავდი ყვებოდი ხო და ნუ მიდის ავა გაგანია ქორწილი რამე კეიფი აქე და ჩაქრადენები უცე დვიჟოკის ხმა არის კაცო ისე მაგრამ დენი აღარ არის ჩაქრა ვიღაცა შესულა მაშინ ეს მოპარვები რაღაცეები რო ხოლმე რა ინდეს მოუპარე ეს დვიჟოკი შნური გამოუძვრა და მიაქ ეს დვიჟოკი რა დაკოქილი და გაიცნელა გავიდნენ კაცო მიზიდევენ ამ ხმას ბახშის ბოლოს იპოვნეს ვეღარ წაიღო რა დაკოქილი დვიჟოკი და ის პროუდი ხო ერთდებოდა არ მოხდებოდა გაჩი პროუდი ხო სუფთაიმერული ამბავი ხო და ნუ ბახშის ბოლოს ნუ ბოსტანს ეძახიანი იქ თუ როგორც არის იპოვნეს ვეღარ წაიღო რა ის დვიჟოკი. და განახლდა ქორწილი. მაგრამ ერთი ნახევარი საათი სამი კაცი დარაია დედგა. თაში სანამ სიმღერაში გადავალთ. რა არის რამინდა ისე თქვა, გასაგებია ეხლა რომ მაყურებელი ყოველთვის ჩვენ გააცემა ძალიან უყვარს და გვიყურებს რეიტინგებზე აისახება ეს ყველაფერი და ერთი ამბავი მინდა თქვა რომ ჩვენ ძალიან გულისყურით, სიყვარულით, მოფენებით ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ასე, აი, როგორ არის, რესტორანი არის ქალაქში, ამბავი, აი, რეგიონში ადამიანებს შემოვნებას რო ანიჭებენ და ღერიან თავის შემოქმედებას უსვავენ ხაზს, რო აი რაღაცად მიაწოდონ რა ეს ამავე და ამიტომ ხარ შენ აქ და მე მინდა იცი რა გითხრა რომ აი ამდენი წელია რომ წვალობ შენი პატარა აპარატურით მიდიხარ კარგ საქმე შაკეთებ ამისთვის მე მინდა გითხრა მადლობა რომ იმ შენ თანასოფლები საიდანაც ახარ არ ვიცი ხარ ეს ყველაფერი მაგრამ საიდან ახარ ისე სხვათა შორის აი მაინც სანამ მაგას ვკითხავდით რა მოდი ბარემ ჯერ სურპრიზი ჩემი პატასთვის სპეციალურად თაზომ მოიფიქრა ეს სურპრიზი და არაფერ არ შეიძლება თან გიждდება სურპრიზებზე მიდი უთხარი გურჯაანელი ვარ ჩემო პატა შენ გენაცვალე გულში ისე კი ფერზე ვიძახდი ვაკვირდებო ფერზე რაღაცა ფერი რაღაცა შეასაკ გიждები გურჯაანელებზე რას დავარო გენაცვალე ელაოს გურჯაანს შეგენაცვალე აი გურჯაანელებო ცენტრში დავში გურჯაანელი კაცი და რო ჩამოვალ იქისეთ გემრიელად და რას გიმღერიფი ძალიან
კარგ სიმღერას, შენი ლამაზი თვალები ქვიან სიმღერას. მადლობა რომ ასე მომიზღერი ჩემო თაზოსი. გაიხარე. შენი ლამაზი თვალები. და ვისარგებლო ეთერით და დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მადლობა თქვენს მაყურებელს. შენი საქმე აკეთე, ოქრო ხარ, კარგი ადამიანი ხარ, აკეთე შენი საქმე, რასაც აკეთებ და შეიძლება იქ ის იმდენი კაი მოკრეთე სადღილძელო, მიდი გაიგე. ხო, კი ბატონო, მაშინ ჩემო თაზო ამურთი და მოედანი როგორც იტყვიან, შუქი მართალია დუიჟოგზე გვაქვს, მაგრამ ორი კაცი გვიდგას იქ რომ არ მოგბაროს და შუა სიმღერა არ გაწყდეს. სოფო და დრუპი. გადაერთოვა. გისმენთ გენაცვალე გულისყურით და წარმატებები. მოკლედ თაზო ფრიდონაშვილი. გაიხარეთ.